გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გამოშვება ჩვენთან ისევ და ისევ პაატა აბულაძეა. გამარჯობათ ბატონო პაატა. გადავრჩით დაჭერას. აჰა, ეს უკვე მეორე ეთერია, რაც არ დაგვიჭირეს. დიდი შეღავათია. აჰა. ბატონო პაატა, ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ მატარებლების გატარებაზე, სარკინიგზო გზაზე და მე გითხარით ესეთი რაღაც, რომ ეს ერთჯერადად მოხდება თქო და თურმე შემსწარვარ. ალიევის რო გაატარეს უფასოდ? დიახ. ხო, თუ მაყურებლებს არ დაეზარებათ, შეუძლიათ უცბად ნახონ იქ არის ესეთი რამე. კი ბატონო, მე გითხარით, რომ ნახოთ. მე არ ამგონია მეთქი. გამართლდა ის, რომ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დიახ. სუმაკ ჭკუაზე ახლა ალიევი თქვენ ფული გიხადოთ. ვინახართ რო გიხადოთ? სახელმწიფო თქვენ არ აგართ. ყველაზე დამცირებულ სიტუაციაში თქვენ ახართ. სოდომიზმის წვერვალი თქვენ ახართ. სიძულვილის პიკი არის ყველა სფეროში. ყველა სფეროში, აი აბსოლუტურად ყველა სფეროში, დაჟე შიგნით ოჯახებში უკვე სიძულვილი შესული. ჩართული გაქვთ თვით უტილიზაცია. ქვეყნის თქვენი საკუთარი თავის უტილიზაცია გაქვთ ჩართული. თქვენ რომ მაგათ ადგილზე იყოთ რა. ხედავ რომ ქვეყანა არის ესეთ მდგომარეობაში. რაც შეიძლება მეც წავიღებ რა. იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყანა გამჭიროებია, კაცო. ამიტომ მე საერთოდ არ მწყის ალიევისგან და სხვა მეზობლებისგან ეს დასაწყისია მეთქი მაშინ თქვი და გითხარით რომ ერთი ხუთშაბათიდან მეორე ხუთშაბათამდე უფრო გართულდება სიტუაცია. და აი ეს ზუსტადაც აწი ერთჯერადი კი არა ყოველთვის რაც აზერბაიჯანის ტვირთი გაივლის სასუნხეთის მიმართულებით ყველა იქნება უფასო. ახლა გეკითხებით 100 მილიონზეა ლაპარაკი. დაახლოებით ყველაზე ცუდი შემთხვევას გეუბნებით მაგას. ახლა უყურე რა. ახლა რამდენი მცირე ბიზნესმენი განახოთ, რამდენი მეწარმე განახოთ, რომ 5-10 თეთრი აქვს გადაცდომილი და ეგრევე ინკასოს ადებენ. ახლა კითხვა მებადება, ვის 100 მილიონს ჩუქნი? შენ გზაზე ატარებ, ეს რა ვიცი, ჯერჯერობით საქართველოს ქვია იმას, რასაც უნდა გაატარო. რო გადაწყვიტე ესე, რა ძალიან ბევრი გვაქვს, რა ვიცი, 600.000 სოციალურად დაუცველი ყავს და 700.000 უარს ვეუნებით, კაცო, განაცხადს. ბიჭო, რავი, აი, ამიტომ ვამბობ, როცა სუსტი ქვეყანა ხარ, ნუ გწყინ მეზობლებისგან, შენც ესე მოიქცეოდი ზუსტად როგორც ისინი, კაცო. გეტყვიან დედა ცოდოა, მაგრამ ეს ცოტა ხანი დაგეთიხოს, რომ შეგინახო, კაცო, შეგინახო, რომ გაძლიერდები, მე დაგიბრუნო, კაცო. დაგიბრუნოს. ხო, არა, რო ხო ხედავ, გლებივითარენა, მოდი ჩემთან იყოს. ხო და იქ შევინახავ მე და ეგ რომ მაგას დააბრუნებს, იქამდე არაფერი არ ეტკინოს ამ ქვეყანას. აი ეს სიტუაცია. პლუს ამას მოყვა კადიროვის განცხადება, ხო, ეგ რომ თქვენო საშიში განცხადება სხვათა შორის. უყურე ნახე რა თქვა. თქვენ არ ახართ სანდო ქვეყანაო. ეხლა ვიღაცა თქვა, კაი რა კადიროვი და ისა, ხო, რა ვიცი. მაგის შვილის დაბადების დღეზე იმ საუდის არაბეთი, ეხლა ვისაც მივდივართ, იმ საუდის არაბეთის პრინცი იჯდა ქორწილში. ხო, რა ვიცი, ნიკროჩანის ხო ეხლა მოვიტყუოთ თავი კაცი ხარ, ნუ იმა ლავროვმა თქვა, ნუ ეხლა კადიროვმა თქვა, ხო, ნუ ალიევს გაუტარეთ. ხო, ნუ რავი, ესე ვცხოვრობთ რა. აი ესეთი სიგიჟეებში ვართ ჩვენ. ჯერ კიდე აქ იმის მერე რაც ათქვა ვითომ გზაზეო, მანქანაო, რაღაცაო. აი ეს ამას არ მიაქცევთ ყურადღება. კიდე ერთხელ გეუბნებით, არ იქნებოდა მანქანა, იქნებოდა აი რატო გაქვს შავი რუჩკა და რატო არა გაქვს თეთრი. აი ამიტომ შენ არ ახარ კაი კაცი. ანუ მიზეს იპოვიან კაცო. რა თქმა უნდა. აი ეს კაცო რაღაცას გიჟიანობენ აქ. ასეა ესა, როგორ ქვეყანაცა ვართ? ცხოვრებაში ეგრე ხდება საერთოდ. აი კაცების საზოგადოებაში როგორც დააყენებ შენ თავს, ისეთ გამარჯვებასაც გეტყვია რა. აი კაცების პლედაში რო ხარ, ხო არის ზოგი რო არა ძმო, ამას არ უნდა გაუბედო, იმიტომ რომ ატვეთს მოგცემს რა. ხო არის რა, აი ცოდოა რა, გაანებეთ თავი რა. ეხლა აი ეს თავართ ჩვენ, აი ცოდოა გაანებეთ, მაგრამ აი ეს ცოდო რო თქვას, ის არ აყვავს. ის არ აყვავს, რომ ვიღაცამ თქვას ცოდოა. ვინმე შეგვიცოდეს ეს არა. აშხაბადში ნახეთ.
აშხებად შეხედეთ? კი, შევხედე. მე ცოტა სხვა ინფორმაცია მაქვს. მე მაგალითად, ხო, სხვა ინფორმაცია მაქვს და სხვანაირად იყო იქ საქმე, მაგრამ მაინც რაღან გადადგეს ნაბიჯი, მოდი მოუწონოთ. მოვიქნებით ახლა ჩვენ თიმაში. კარგი გამოსვლაც ჰქონდა, მაგრამ შეეძლო იქ ოკუპანტის სიტყვის მაგივრად ჩაესვა დროებით საქართველოს იურისდიქციიდან გასული უკონტროლო ტერიტორია. აი ეს და მარტო დიპლომატიური თვალსაზრისით, რომ აი თუნდაც ხვალინდელი დღის დიალოგისთვის ხო ყველამ კარგად ვიცით რა დრო მოდის. ამიტომ ხო, მაგრამ ნუ როგორც იყო, რაც მოხდა. გამოსვლა კარგი იყო, ნუ მაგრამ არაფრის მომტანი არ იყო ეგა. რისთვისაც ჩაიყვანეს იქა, ის არ მოხდა. აჰა, გასაგებია და თქვენი მე უთხარი რომ არ მოხდება. მე რა უთხარი, მე ამ გადაცემაში ტყუილია მაგი. თქვენი ინფორმაციას გააჭყედე? არა, რა თქმა უნდა. არ შეხვდა არა კაცური იქნება. ისე რა ვთქვით, ყველაფერი ასრულდა და კიდე გეუბნები, ეხლა ვუჩიჩთან არიან ჩასულები. ხო, რავი, არაფერი არ ვითომ შოამდგომლები ორბანმა უარი უთხრა. აი რომ რუსეთთან არ დაელაპარაკება მეთქი რო უთხარი კაცო გამოვიდა ესლავლობი თქვა ჩვენ სანამ თქვენ ახალთ არ გელაპარაკებით რავი ჯერ ესეა და ისეთ ის არ დაელაპარაკება თქვენ გესმით ხალხო მართლა არ დაელაპარაკება იმიტომ რომ ნუ არ არიან ეს იმ სამყაროს წელი რომელიც უკვე კარზე რომ მოგვადგა ყოველ დღე გძნობთ გასაგებია ასეა ესა ნუქწის ეგეთ რაღაცა. გასაგებია და ისე სხვათა შორის ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა, ხო ვიცით, ასეთი რომ თუ რუსეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, მაშინ მოლაპარაკებები მოხდებაო და ბატონ შავლას მოუწოდებ, სანამ საჯაროდ განაცხადებს ესეთი განცხადებებს ჯერ ჩასულიყავით, ეხლა გვიანი, ეხლა გინ ჩავიდეს, გინ არ ჩავიდეს, აზრი აღარა აქვს, მაგათ არ დაელაპარაკებია. მაგრამ მაგას რო გეუნებოდით, რომ ჩადი იქნება და რაღაცა ხდება, კაცო. კულისებშიც ხო გეუნებოდით, ჩადით, მაგრამ არ გეგონათ ეს დრო რომ მოდიოდა. არ გეგონათ კიდევ ერთხელ ჩემი რო გამართლებდა, იყავით დაყრდნობილები ჯორჯენ ტაიმზის ექსპერტებზე. არ გამართლდა ბატონო. ჩაისვარეს იმათმა. ახლა ხო რა მოიგონეს? ახლა ჩვენაო ნეიტრალიტეტს უნდა მივაწყო. ხო, ეგ ნეიტრალიტეტზე გადავიდნენ ისინი. აი, ვინც მაგას ამბობს, ისეთი აი, იმდენად ტუპოები არიან, აი, პირდაპირ ვაყენებ შევარდო. ტუპოები არიან რა. აი, მარტივად კითხვა, ყველას აი ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოში ცხოვრობს, აი, კითხვა დავუსვით და ესეთ რო ვთქვათ, რომ აი, ნეიტრალიტეტიო, ვისაც ცოტა რაღაცა ესმის ნეიტრალიტეტზე, რას ნიშნავს? ის იმ წუთში გეტყვის, შვილო, რა ის ნეიტრალიტეტზე მელაპარაკებით, დიღომიდან 56 კილომეტრში უცხო ქვეყნის ჯარი დგას, კაცო. რა ნეიტრალიტეტზე მელაპარაკებით, ჯარი გიდგას, უცხო ქვეყნის ჯარი გიდგას სახელმწიფოში. აი, აქ დამთავრდა ეს გზა, უკვე აი ეგ დამთავრდა, კაცო. არ არსებობს ნეიტრალიტეტი გამოაცხადო და მაშინ როგორ ახლა ნეიტრალიტეტი თუ კი სხვა ნეიტრალიტეტი ნიშნავს რომ შენ არავის ჯარი არ აკავს და ყველა დიდი სახელმწიფოები თახდება რომ მოდი შენც აღიარე მეც აღიარო და მოსალაპარაკებლის მოედანად ან სავაჭრო ბიზნესის ბანკები ამაზე უნდა შეტყდეს შენ კი არა შენ რო გამოაცხადებ ესე კი არაა კაცო მაგრამ შენ როგორ აცხადებ კაცო ჯარი გიდგას აგერ გიდგას ჯარი კაცო და პრეტენზია გაქვს ტერიტორიული. აბა რაზე ვლაპარაკობ? და ნეიტრალიტეტის შემთხვევაში მე მგონია საკუთარი ჯარი არ უნდა ყავდეს. ხო, ალბათ, მაგრამ მაგაზეც ახლა თვითონ ფორმულა, აი თვითონ იმას გეუბნებით ის რომ შეთანხმდნენ, აი როგორ შეთანხმდნენ, რა რუსი ჯარს გაიყვანს? ხო, ნუ ახლა მართლა აღარ გაიყვანს ერთი რამოდენიმე საუკუნე, კაცო. რავი, 300 წელი დგას. მაგრამ ახლა უკვე რატო იმდენად რუსოფობები არიან? მე უკვე მესამე ვერსია შემოაგდეს კაცო რომ მაგ შემთხვევაშიო ჩვენი აი ჩვენ რო ვერსია ვთქვით რომ ჯარის გადაყვანა იქით ხო აი ეგ ფანჯარაც იკეტება ყველა ნუ არიან ოცნებებში ესე იგი კატეგორიულად არ ამბობი რომ ჩვენი ვერსია არის ეგ აბა ჯონდი არის ჩემი ახლობელი ძალიან მიყვარს ჯონდი მაგრამ ჩემი გადაცემიდან მე-13 დღესაც თქვა ჯონდი მაგრამ არა უჩვენს მაგაზი არა პრობლემა ეხლა მაგაზი როგორ ვილაპარაკებ ჩვენ გვეშველოს და დაიბრალონ თვითონ დაიბრალონ თვითონ ამიტომ მაგ შემთხვევაშიო ღირსო
იგი იმდენად ვერაცნობიერებენ სიტუაციას, რა ვითარება არის, აი იმდენად აგონიაში არიან თავის, იმიტომ რომ რაც თქვეს წინ წარსულში. ეხლა მე არ ვაკრიტიკებ, მე ფაქტებით ველაპარაკები. მე რო უთხარი რომ ესე იქნება, ამ გადაცემიდან ხო ველაპარაკებით მაგათ. ხო, ისინი მეორე პირში ველაპარაკებიან ჩვენ და გავიგე, ეხლა მაგასაც ვიტყვი რას მილობ. ხო, დაჭერასაც გვემუქრებოდნენ. კი, ეგ ხო. ამიტომ ვამბობ, აზრი არა აქვს მაგათთან. უკვე თვითონ მიხვდნენ რომ სიგიჟეები გააკეთეს. ძალიან სიგიჟეები გააკეთეს, ტყუილა გადაიკიდეს ეს ხალხი თუ მართლა გაინტერესებს. ამ ხალხს რაღაც იკიდებდა. აი ვიცანაც ერთად ხო ქალაქში უნდა გამოყვიდია რა კაცო. სწორედ ჯერ რას შაყევი კუბოში კაცო იმათ. რა ბიჭო რა ამდენი ვერ გათვალეთ კაცო. არ ვაფშე არ მინდა გავიწეოდი გვერდზე კაცო. და ამ ხალხს არ გადავიკიდებდი ხო? ეს ხალხი ხო არ გაქრებიან და ასე შემდეგ როგორც ახლა ერთდეგივე რო არ გამოგვივიდეს საუბარი რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ნეიტრალიტეტი ეხლევე გეუბნებით ეს სიგიჟე და სიდებილე ყველას ნუ დაცაცინი ხო ვართ მაგრამ კიდე თვალად მოვაცინებთ ამ ხალხს კაცო. რა ის ნეიტრალიტეტზე მილაპარაკები კიდე ერთხელ ვიმეორებ ჯარი გიდგას უცხო ქვეყნის დაამთავრე წერტილი. ის პატრიოტ ხალიესით მაგას აწვებოდნენ და ის კიდე ის პარტია რო შექმნეს. აი სამკაციან ნეიტრალიტეტიო ბიჭო. ერთი მივიდე და უთხრა ბიჭო რა ის ნეიტრალიტეტზე მილაპარაკები ნუ გიჟობთ ბიჭო. ნუ ურევთ ამ ხალხს წვიენს კაცო. არა, ხო არის ისე რომ შეიძლება არც იცოდე რა არის ნეიტრალიტეტი. მართლა არიცია. მართლა არიცია ხალხო რომ წაიკითხოს რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი. ხო მაგას ნახა ამ სიგიჟეს ახლა იმდენი ინტელექტი ეყოფათ რომ ეს სიგიჟი არა თქვენ რა. სახელმწიფოში არსებობს უცხო ქვეყნის ჯარი და პლუს პრეტენზია და ტერიტორიული პრეტენზია გაქვს. აბა რა ნეიტრალიტეტზე მილაპარაკები ახლა? ანუ ციხეში ვზის კაცი ციხეში როიჯდეს და ეხლა პლეხანოზე გავალო. რა პლეხანოზე გავალო? კარები გარედან იკეტება, შეგინა კი არა, კაცო. ხო, აი ეს სიგიჟები როა რა. ხო და მე მგონი რაღაცა სახელების დაარქვე. სახელები დაარქვე. ეხლა უყურე. რუსთაველზე რო ბავშვები დარბიან, იმათ აკაცუკები. ნუ გასაგებია, აკაცუკები. კონსერვატორებს დაარქვეს დაკარცუკები. გიჟები. ახლა მე აქედან ჩვენ შევთავაზოთ ახალი ვერსია. ჩვენ აკაცუკები, დაკარცუკები, ჯორჯენ თაისი, მიხკარცუკები და აგერ მეულები ახლა მე, ჩემ თავზე. რუსებ ცუკები. თელი საქართველო ვართ საგიჟეთში, კაცო. ხო. ასე ხართ ერთმანეთზე, რითი ვართ დაკავებულები? პროსტო გამაგიბრეთ ბიჭო, აი სომა მართლა რავი რამდენი პრეზიდენტი გამოვიდა? რამდენი საგარეო მინისტრი გამოვიდა? გვეუბნებიან ბიჭო, უბსკოლში მიდიხარ და აბა ქართულის გარდა ყველას ესმის მაგი. ქართული ყველას ესმის. აქ ერთმანეთის სიძულვიში. აი ისე გახდება. უბრალო ადამიანი კიდევ იმაზე ვფიქრობ, რომელიც უკებს განეკუთნება ვეღარ ხვდები უკვე. ხო, ესე იგი. დაკარცუკები, მიხკარცუკები თუ რუსებს უკები. აი რაღაცა ესე. აი ეს ხალიში ცხოვრობთ მოკლედ რა. საცხაც უკებში ვარ რა ჩვენ. აი ამ ორომტრიაში ხო ვართ? ამიტომ სუ ბესპლატნა რო იტყვია რა ჟარგონით. ბესპლატნა ატარებენ ჩვენები კაცო შიშისგან. შიშისგან ჩვენსაც გაატარეს აზერბაიჯანი მეტი არაა ჩემიტერი. ჩვენ იმდენად აგვაქვს უკვე ცუდად საქმე, აი სანამ ჩვენ აკაცუკებს, მიკაცუკებს ვეძახით ერთმანეთს, აქა. ამ სახელმწიფოს, ესე იგი, ვისაც რა უნდა იმას კადრებს. აი რაც მოესურვებათ, იმას კადრულობენ. აკადრებენ ამ ქვეყანას და პასუხის გამცემი არ არის და ამ ქვეყანას უაზიანებენ. აქ აბორიგენი ქართველები იმას კი არ ხედავთ, რომ ქვეყანას აზიანებენ. ვიყენებთ ერთმანეთის საკრიტიკოს აი ამ სიტუაციას. ხო, ეგ ინა არა რა არის იცი წინა გადაცემაში, აი წინა ჩაწერაზე რომ ვიყავით მაშინაც მილიონჯერ უნდა ვთქვა ერთმანეთს ხელი უნდა მოვკიდოთ იმის გულისთვის გავერთიანდეთ რომ რაღაცას მივახციოთ შედეგს თქო. თქვენ თქვით ბატონობა და ეს რა თქმა უნდა მე გეთანხმებით მაგაში რომ რაღა დროის სუკებზე ლაპარაკი რაღა დროის იმაზია ლაპარაკი, ამაზია ლაპარაკი, ახლა ის პერიოდში ვართ იმ მდგომარეობაში არის საქართველოს ჩემის აზრით, რომ აი აქ გაერთიანების გარდა არაფერი არ შველის არანაირად. უყურე თენგიზ პრემიერ-მინისტრი გამოდის და კიდევ ერთ, ანუ სიძულვილს უმატებს. ბიჭო, აქეთ გვაბრალის ჩვენ
deep state-ის ისინი ხარ. არა და ამ დროს ყველაფერი შეგიძლია მე დამაბრალო, ეგ არ დამაბრალო. შეიძლება. ხო, ნუ ახლა იქითა სამყაროს გვეძახის მაგეებს რა. იმიტომ რომ რავი ახლა კიდე ერთხელ ვიმეორებ თქვენ რო და დღეს რო თქვენი საგარეო მინისტრი რუსეთის დასჯაზე ხელი მოაწერა, ერთ ხო ის ფაქტი. კი, აი ახლა სანამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ეს იქ არის. აი ახლა იქ არის და რუსეთის ჯარიმებზე ხელი მოაწერა, ანუ რუსეთი დავსაჯოთო უკრაინის გამო. მე ბატონო, როგორ ავარ deep state-ი? მაგ თქვენ პატრონებს ფიზიკურად ხოცავთ ერთმანეთს. ფიზიკურად ის გადაჭერმებით კი არ გეუბნებით. ვინც დავასწრებთ ის კლავთ, კაცო და ვიგებთ მეთქი, კაცო ჩვენ. კი არ ვიგებთ, უკვე მოვიგეთ პრინციპში რა. ამიტომ ვამბობ რა, აი ეს კატეგორია ხალხზე, ესეთი კატეგორია ხალხი რო ყავს ხელისუფლებაში, აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დაელაპარაკონ. აი როგორ წარმოგიდგენ ეხლა დგას ლავროვი და ამ დროს გუშინ მოაწერა ხელი რუსეთის დასჯაზე. არაფერი არ გამოუვათ მეთქი გითხარით. ეხლა უჩისთან ეტყვიან, იმ არავინ არაფერს, ხო ხედავ ზახაროვაც გამოვიდა, გაგვაკრიტიკა. Georgian Times-ზე ხო წერა თქვენ. ხო. კაი, კაცო, ეხლა ლავროვმა თქვაო, კაცო, ლავროვიაო, კაცო, ლავროვმა თქვაო რა, ლავროვები მიდიან და მოდიანო. რავი, 20 წელიწადი არსად არ წასულა. აი ამას რო დაუჯერა ბიძინამ, ივანიშვილმა, გამოვიდა კაცი და თქვა შარშანწი, რომ ერთ წელიწადში ომი მთავრდებაო, კაცო. იმისთვის ეხლა წობი მიდის. იქვე ვკიოდი, აი თელღა, ბიჭო, რა, ეს ვინ ათქმე ვინა მეთქითო. ომი არ დაწყებულა, ეხლა კიდე მაგას გეუბნები, ომი როგორც ეგეთ ჯერ არ დაწყებულა, კაცო. ამას ვეუბნებოდ დაჟე სუფრაზე მეჯდნენ ესენი და ამას ვეუბნებოდ ესე არ არის, კაცო. ომი არ დაწყებულა მეთქი ჯერ მეთქი. სუფრაზეც მეკამათებოდნენ. ახლა ვეკი ის იმდენად უნამუსო ხალხი კი არ გამოვიდა, კი არ ეთქვია რომ სიმართლეც რაც არის. რატო იცი პირად შეურაცხყოფად აღითქვევენ მაგას. გამოვიდა აი ესეთ ხალხს რო უჯერებს, იმიტომ დააბრეხვებინეს ეგეთი სიგიჟე რა. და პრემიერი გამოდიდა თებერვალიო, არა იანვარი თებერვალს არ გაცდება ომი დამთავრდებაო და მე ვიწყებთ ლაპარაკსო დალაგდებაო ევროპაო. რავი, მეორე თებერვალი მოდის აგერ თუ მეორე იანვარი მოდის და ომის დამთავრებით ნათელი წერტილიც არ აჩანს ჯერ. აი ეს ექსპერტებს უსმენენ და იმიტომ. აი ეგრე ხალხზე არ ვთქვა, აი თვითონ ხალხის მიდგომა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, აი ეგ მინდოდა დამესვა ზუსტად მაგ კითხვას, რომ ხალხი როგორ უდგება ამ საკითხებს, როგორ უყურებს. აი მე რამდენ ნახულობ აი აქ ჩვენ კომენტარებს გვიწერენ რაღაცებს და არის მე ძალიან ბევრი იგი არის უბრალოდ რომ კარგია მარტო კარგი და აქ დაწერა კი არის საკმარისი უნდა ადგეთ და უნდა ერთად დადგეთ და რაღაცა უნდა ვათქნევინოთ თვითონ თუ ვერ ამბობენ აი როგორ ნათქმევენ უყურე ხალხო უყურე რა ამ ხალხს თვითონ პრემიერისაც მესმის გარკვეულ მომენტებში მაგისაც მესმის თუმცა ეხლა უკვე აღარ მესმის იმიტომ რომ ეს დრო გავიარეთ რა ბიჭო საზოგადოება შეგნებულად არ მოამზადეს აი ამ დღისთვის რომელსაც ჩვენ 2 წელი ვყვიროდით ეს დრო მოვა არ დაუკარგოთ ალტიფოს ბიჭებს ისინი წყვიროდნენ 2 წელი ყვიროდნენ ცოტა მეტიც რომ ეს დრო მოვა რა მართალია იმდენად ცდილობდნენ ამის მიმალვას ჩაჩქმალვას სხვა თემებზე გადატანას რაღაცა იქ რუსთაველზე ვიღაცები დარბიან გამორბიან რაღაცა სინამდვილეში ხო ვყვიროდი რომ ბიჭო ეს ღრუბელი იკრიბება ჩვენთან კაცო ეხლა კიდევ ამბობ არაფერი არ გამოუვა ამ ხელისუფლებას საცაგინდა იბის უჩიჩი კი არა თვითონ ორბანმა უთხრა უარი არ გელაპარაკებიანო კაცო დაამთავრეთ ეგ რამდენი ხანიც იქნებით ჩემებს ბიჭო უცხოები ხო არ არიან გეუბნებით ქვეყანა რამდენი ეგენი ხელისუფლებაში არიან იმდენი ზიანი მოაქვს კაცო მეთქი ქვეყანას არ ელაპარაკებიან განარამევით კი არ რაღაცას კი პროსტო არ ელაპარაკებიან და ის რაც უნდა გაკეთდეს დღეს ხვალ იქნება უკვე გვიან ეგ ფანჯარას დაიკეტება თენგო აუცილებლად დაიკეტება უყურე რატო გეუბნები ქვეყანამ ბიჭო დღეს დღეს ყველა თავისივე პატრონების მედიებსაც რო შეხედოს მარტო მე ნუ დამიჯერე თავის პატრონების მედიებსაც რო დაუჯეროს
ტიპი დღეს უნდა წერდეს გაიგე ბოდიში მადლობაც უნდა მოუხადოს ხალხს და ქვეყანა უნდა გადაიყვანოს ახალი ეპოქისთვის კაცო ბიჭო შენ მოგწოს იმას და არ მოგწოს იმას კი არ გეკითხება შენ გინდა ეგ თუ ის გინდა ეს დრო აღარ არის კაცო ის აი როგორ მე ამდენს დგანან ტიპები და ხალხისათვის რა ქვიაო აი რა პირობებზე მივდივართო ჩვენაო ბიჭო პირობა რო აღარ დაიტოვეთ მაგას გეუბნები თქვენ პირობა აი რო ჩახვიდეთ პირობაც არ აგაქვთ რამე რო წააყენოთ ამის საშუალება არ აგაქვთ მეთქი დაიკარგა კაცო ხო რაღაცა უნდა წაუყენოთ ხო აი მოვდივართ დავილაპარაკოთ რა აი შეიცვალა ის ხელისუფლება მოვიდა აბულანზე დაუმშა პირობითად რა უნდა შესთავაზო ყველაფერი აქვს რაც უნდა კაცო შენ რა უნდა შესთავაზო რა გაქვს შესათავაზებელი სულ ხარ 1.600.000 წერტილი პლუს ამას თენგო საქართველოში ზის 3000-ზე მეტი პატიმარი ოჯახური რაღაცა ეს აი ქმარმა რო შეჩემა უთხრა ხო აი ქმარმა ზედმეტად შეჩემა რო უთხრა რა და სიდიდს რო გაუთხრა სულ ყველა ხო ციხეში ჩაყარეს 3000 ოჯახი დავანგრიეთ კაცო უყურე რა წადი და იმ 3000 პატიმარში ერთი არა ქართველი მიპოვე ერთი რატო მარტო მაინც ქართველებს აქვს ძულს ქალები პანკიში არ ირღვევა ქალების უფლებები არც აზერბაიჯანში მარტო ქალების სიძულვილი ქართველებს აქვს კაცო როცა ესეთი ტრაგედია დემოგრაფია გაქვს ბიჭო მამა დააბრუნე ოჯახში კაცო კაცი ოჯახში დააბრუნეთ მეთქი გამოდით ამ სიგიჟეებიდან კაცო მე არ გეუბნები შემატყებაზე ვინც არის და რაღაცა კაცო ხო ეგ ძალადობა და ესეთები ხო უყურე ნუ აფათურებთ კაცო ის არაფერი ის ჩოლია ქმარია კაცო ადნა სატანა რო იტყვი ისე შერიგდებიან ბოლო ღამე შერიგდებიან სექსის მერე კაცო მე ბიჭო რა გაუტრაკეთ საქმე კაცო ოჯახებზე დავანგრიეთ კაცო გენოციდი გასაძახი სხვა რა არის გენოციდი ამდენი აფხაზეთში არ დახოხტილა კაცო ამდენი ოჯახი აფხაზეთში არ დანგრეულა კაცო 3000 ოჯახს დაანგრევ შენ კატასტროფა მისული ქვეყანა ბიჭო გვერდი მეძუბლები გიყურებთ და რა ესენი დებილები გიჟები არიანო 3000 და მინიმუმ 500 ბავშვი ხო დაიბადებოდა ყველას გარმო 500 ხო დაიბადებოდა მაგას უყურე რა თემა რაზე გეუბნებითი როცა რაღაცა კატასტროფის წინაშე დგეხარ უნდა მიიღო საგანგებო გადაწყვეტილებები კაცო საგანგებო გადაწყვეტილებები უნდა მიიღო ბიჭო ის ოჯახში თუ ოჯახი არ აკავს ძლიერი ქვეყანაში მე შენ ვერ იქნები ძლიერი ქვეყანა რა თქმა უნდა ქვეყნის სიძლიერე იწყება ოჯახის სიძლიერისგან ბიჭო შენ დგეხარ პლუს ამას უყურე ნახე რამდენად სოდომიზმია ქვეყანაში სოდომიზმი ქვია მაგას რომ გამოდიხარ პარლამენტში კენ პროკურორი იყო მაშინ ირაკლი 82%-იო გახსნა გვაქვს საქმე იამაყა ტიპმა აზიხარ ამას საზოგადოებას როგორ თავაზობს აი 3000 ოჯახი ხო დავანგრიეთ ჩვენ ხო და აი ქალისუფლებები დავიცავით შედეგი რა არის იცი დაბოზებული ქალები უპატრონოდ დაყრილი შვილები დაანგრეული ოჯახები გაბოროტებული გამოსული კაცები აი ეს მოიტანა ამ შედეგმა კაცო არის შემთხვევები რომ გამოსული კაცები ციხიდან ჩადიან მე უფრო მძიმე დანაშაულს მკვლელობ დაუნგრიე ოჯახი ის კრიმინალი არის ხო კაცო ხო გააკრიმინალა სახელმწიფომ გააკრიმინალა ვიღაცის რაღაცა გრანტები რო წამოსული ხო ამისთვის ტიპი გააკრიმინალეს შეიძლება ვიღაცა რა ვიცი სვარჩიკია მანქანას ეცხავს და აი რავი დალია რა მოხდა ბიჭო ესენი ხო რასაუბრთ მაგათ გონი ბავშვობაში ჩამორტყმულიც არ აქვს გონია ბიჭო ბიჭო გავგიჟდი რა მათ რო უყურე ბიჭო გამოუშვი რატო ჩემი აქტიტი არ არის სახლობი ახლა ვიღაცა არ დავამრავლოს რა მაგრამ ხედავ ტრაგედიაში ვარ დაუბრუნე ოჯახს კაცი დააბრუნე ბიჭო ეხლა მაგათ ერთი ისაც მინდა უთხრე ეხლა ამ ხელისუფლებას აი ეს მაცხოვარს ბავშვები რო წავართვით
აი სანატომიურ საპატრაკოს იქ რო ქონდა კახეთის არა იქ ახალციხისკენ ქონდა თუ იქით ადიგენისკენ ქონდა ადიგენისკენ ქონდა ის მამა ნიკოლოზი თუ არა სტევი ვახ ყველა დიდი ტელევიზიით დარბოდნენ ხო ბავშვები რო ყავდა ხო ბიჭო ბავშვები მოკლესო მე შეჭამესო ლომჯარია და ის რო იყო ესენიც კარგად დარბოდნენ მაი მოგევიდა მშვიდობა და იმედის ტელევიზიაც კარგად დარბოდა მანდა მაცხოვარს ხო წავართვით ბავშვები ის ბავშვები სად არიან ხო არავინ არ ვიცით რა ბედი ეწია იმ ბავშვებს გავიდა წლები შეიძლება რუსთაველი წაშუქრავს გაგათხოვილი კაც ახლა ხო გაქრისტიანდნენ კაცო ხო დაბრუნდნენ ეკლესიაში ფული არა აქვთ აშენ დააბრუნონ გამოასწორონ თავის შეცდომა ბავშვები დააბრუნეთ ეკლესიაში კაცო მიეცით რა ისა ხელისუფლებას არ უნდოდა და ლობჯარიამ დაშალა ეგა? იცოდი ხელისუფლებას არ უნდოდა? კაი. მე მაინც არ ვიცოდი. რა ხმალაობა მქონდა ისიგნით კაცო მაგაზე. ეხლა რო გაქრისტიანდნენ კაცო. ეს რომ დათქები ახლა. დათქები. ბიჭო სიცხილი არა გაქვს ჯერ ბავშვი დააბრუნე იქ რაც მაწხოვარ წაართო ის ბავშვი დაუბრუნე უკან კაცო. ისეთ რაღაცებს ის არ ატარებს. მე განსაცდელზე გიგზავნით კაცო. ან დიდი ჯული წაიკითხეთ რაღაც იმ გერმანიაში ან სადღაც იქ საფრანგეთში რაც ისწავლეთ კაცო. ამა იმიტომ რომ იქ ამებს არ ასწავლიან კაცო. 2013 წელს გააკეთა პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის ისა ზეიმი. ხო. ესენი გამოვიდნენ 2024-ში 2025-ში. ისეთ ჩემი დამსახურები რატო იცი? ჩემსაც რომ ამბობ ჩემებმა მაგათი პატრონები იქ დაამხო. წლეხი მოეხსნა და მაგ დროს ხოთა შორის 17 მაისს ტელეიმედის სიუჟეტები უნდა ნახო რა. სულ ესე იგი პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას ხო? სულ შაუბნელი და ისინი ეძახდნენ. ეხლა გაქრისტიანდნენ. ამიტომ ხალხს ვერ მოატყუებენ. ამათი დრო კიდევ ერთხელ მომობ. არ უნდა ქვეყნის დაზიანების ხარჯი არ უნდა მოხდეს. მაგრამ ის რომ ამათ აღარ ელაპარაკებიან, ყველა აი ხო ნახე ერთ კვირაში ერთხელ ხო მოვდივარ. ყოველ კვირა რაღაცა ხდება. ისეთი რა? ისეთ კი არა რაღაცა შიგნით კი არა, გარედან გეუნებით რა. აგერ თუ აზერბაიჯანის თემა კი ხეხლები არის. აგერ კადიროვის განცხადება, ზახაროვას განცხადება, ისე და აგერ ესაც. ჩვენი პრემიერის განცხადებაც. რა არის ეს თუ? ბიჭო, მართლა არ გონიათ ამ აღას როგორ აქვს წარმოდგენილი, იცი? უკვე ისეთ ვარ და ისეთ მდგომარეობაში ვარ, ბატონობა და რომ მომავალი პარასკევის მოსვლა მეშინია იმის გამო რაღაც სასაული არ ვთქვა კიდე. არაფერს მე ჩვენ უყურებ თემა რა, ეხლა ჩვენი პლუსი რა არის, იცი აქა? ჩვენ არ ვაკეთებთ რაღაცა წინასწარ გათვლებს, აი ჯორჯენ თაიმსის. არა, რაც ხდება. მე გეუბნები რაც არ თქვი არ მოხდა. აზერბაიჯანს და ვახდებინეთ ფულს. ხო თქვი რომ არ იქნება კაცო ეს პასტაინაც უფასოდ მე შეგეწინააღმდეგეთ გითხარით ამ ერთხელ იქნება. რატო არ არის აშენებული აფხაზეთში ისა ტერმინალი? იმ ხელშეკრულებაში არ წერია რომ ქართველების გარდაო ჯერ ამხელა დისკრიმინაციაა კაცო. ჩვენ ტერიტორიაზე გეუბნება შენს გარდა ყველა გაივლისო. რამეს ხო არ ვიგონებ ხალხო? ჩვენ დგებართ აკაცუკები, მიკარჩუკები, დაკარჩუკები, რუსემცუკები, რაღაცა სიგიჟეებში დავდევთ. ეხლა ნეიტრალიტეტი უნდა მოვირჩიოთ თუ რა, ჯენ რა ის ან რომ კიდევ უყურე თქვენ ახლა ისე მელაპარაკებით, მე ახლა ნეიტრალიტეტის შინაარსი და ნეიტრალიტეტის არსი ვიცოდი და იძულებული ვარ კიდევ ერთხელ გულდასმით, სიტყვასიტყვით და ასო გადავხედო იმის გამო რომ ხო არ მეშლება რაღაცა. არ გეშლება. არ შეიძლება ნეიტრალურ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარი იდგეს და ტერიტორიული პრეტენზიები ქონდეს. შენ უკვე აპრიორი ახარ. ხო, ესენი რო იყო, ეგ მიგვირს და მითო გითხრა. რატო იცი, ოღონდ რუსებს არ დაველაპარაკოთო? თუ გინდა სარწმუნოება შევიცვალოთო. ეს ამას ნიშნავს, კაცო. ყველაფერზე რატო იცი, თვითონ არიან ესე გაზრდილები და იქ იციან. იმიტომ უთხრეთ ამათთან თქვენ აღარ გელაპარაკებით. რომც ჩავიდნენ, რომც აღარ, იმიტომ რომ თვითონ ტიპები ეგრე არიან გაზრდილები, სხვა აზროვნება არ გააჩნია. აი პაპუაშვილი რო გამოვიდა. ასე ხარ მისი აი რეალობას რასაც უყურებს, მაგის რეალობა გავიდა ერთი რამე შეცვალა, ჯარის გაყვანას აღარ ითხოვს.
ანუ იმხელა მიწისძვრები მოხდა პოლიტიკური გარეთ და ამისთვის მარტო კაი თუ გინდათ აი სიტყვას ამოიღებ ჯარი არ გავიდესო. ხო თუ არა თქვი მე გაიყვანს თუ რა შენი რამით მაინც ყვილა ხარ კაცო. საქართველოს გარდა თქვენ საქართველოში ხართ თქვენ პრემიერი, საქართველოში ხართ თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საკუთრებით ყველაფერი. იმის იქით როგორც გაცდეთ თქვენ არაფერი აღარ ახართ კაცო. კი ვნახე, აგერ აშხაბადშიც ვნახე, კაცო, არაფერი არ მათქვევინო, ვიცი მეთქი, კაცო. ვიცი, მაგის იმედი მქონდა, მაგრამ არ მოხდა ისე რა. ვნახე და ძალიან წარე შეფასებები იყო მასთან დაკავშირებით, აშხაბადთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხალხს ვეუბნები. სამწუხარო შეფასებები. ხო, ნუ რას ვიზამთ. ჯერ აი აღარ მინდა რა მაგაზე მე უყურე რა. აგერ 17-ში იყო ბარბარობა. ეს მიულოცოთ ქართულ ხალხს, შეეწიოთ. ეხლა რატო ვთქვი, მაგი ყოველ დაბლა არის ესეთი უბანმა და ყოველ უკვე მე 10 წელია თუ 9 წელია ესე კეთდება იქა და ეს ხოთაშურის ვანოს ზარდიაშვილის დამსახურებაა და ეს იმხელა საქმე გააკეთა მაგ ბიჭმა. ვინც არ უნდა ისათქვას კაცო მაგაზე, მაგან დაუყო თავის სახელი რა, იმიტომ რომ ეგ უკვე იმ დონეზეა ეგ დღესასწაულები, რომ აი ბავშვები, ანსამბლები იყო და ეს ყოველ წელს უყურე თემა რა არის მანდა? თვითონ უბნელები, აი ხო არის ფულის რაღა ჩატი ერთ გაკეთებული, აი ამ უბანში, აი ზოგი ძველი ბიჭია, ზოგი რა ვიცი მერის მოადგილეა, რა ვიცი ზოგი პოლიციის უფროსია, არ აქვს მნიშვნელობა. ხო? აგროვებენ ფულს. ღამე ვიღაცის ოჯახში აკეთებენ ამ საჭმელს, ლობიანებს, ლობიოს. ანუ უყურე, თვითონ აკეთებენ რა, უყურე. ანუ ტრადიცია შექმნა ამ უბანმა. და ყოველ მეც ეკავა და გუშინ სამი ქვაბი ლობიო და ხალხს დაურიგე, ნაკურთხი ლობიო იყო იქ, ლობიანები და ასე კონცერტები იყო, ბავშვების ქორეოგრაფ, ქართული სულის უფევდა რა. მოუწოდებ ყველა უბანს მოუწოდებ ეგ გააკეთოს. ეგ იმხელა გამოსავალია აი ამ ჩვენი პრობლემის, კი დროში გაწენილი, მაგრამ ჯობია დავიწყოთ ეგა. ეგ არის ძალიან კარგი რამე რა. თან ღვთლები გამოვიდნენ, საპატრიარქო ქვენან მოვიდნენ, სიტყვით მიულოცეს, დალოცეს, აკურთხეს. ანუ სულ სხვა ატმოსფერო. სანამ აი ესე არ გადავალთ ხალხო. და სანამ ერთმანეთში სიძულვილს არ შევწყვეტავთ. მაგრამ როგორ შევწყვეტავთ, თავიდან მოდის სიძულვილი. ხო. სიძულვილი მოდის მაღლიდან, კაცო. სიძულვილი მოდის ტელევიზიებიდან. იმედის ტელევიზია აღარ მინდა ხოლმე, აი რომ მოვდიოდი აქეთ. ფიქრობ აღარ მინდა, იმიტომ რომ მეც თოლმამო სიძულვილს ლაპარაკობ რომ შეანელებ და ამ დროს მეც ჯორჯიან ტაიმსის იმეებს ვაკრიტიკებ. მაგრამ მე ვაკრიტიკებ არაზუსტ თუც არ ვიტყვი რა, მაგრამ ეხლა ეს აი ვიხუმრე. ეგ სასაცილო იყო და ვიდეო ცოტა ხუმრობას ხო უნდა გავურიოთ ჩვენ გადაცემაში. შევწყვიტოთ მეთქი, არა გვაქვს ისე საქმე, რომ ვიღაცას რაღაცა პირობები წაუყენოთ. ესე საქმე აღარა გვაქვს. თუმცა გქონდა საშუალება ესე გქონოდა. ისე თქვენ კარგი აზრი თქვით, ან ეს ყველა უბანმა რო გააკეთოს. ყველამ უნდა გააკეთოს. ჯერ უბრალოდ ის არის მერი მოვიდა, ქალაქის მერი მოვიდა, დეპუტატი მოვიდა. ხო, ეს კარგი იქნება უბრალოდ ჯერ უბანი შეერთდება. კი ბატონო. უბანი მე ორი უბანი შეერთება და მე მგონი ალბათ როდესღაც გავერთიანდებით და უბრალოდ თანაც ერთმანეთი ეხა წლები ყველა მუშაობს თავის პრობლემებში და ამ ერთ დღეს ყველა იკრიბება, ყველა ერთმანეთს უყურებს, უხარიათ ერთმანეთის ნახვა. თუ ესე არ გამოვაცოცხლეთ, ეხლა ჩვენ მილევადი ქვეყანა, თუ არ გამოვაცოცხლეთ, თვითონ არ დაბადე რაღაცა. ხო აი დავშე დიდუბეში როგორ დავიჯერო რაღაცა ისე დღეს დიდუბის ამ რეგიონში რაიონში რაღაცა არ იყოს დღესასწაული, სადმე პარკში, ანუ ეს ამას იქით ის დატვირთვა, რომ წლების განმავლობაში უნახავი ხალხი ერთმანეთს ნახავთ, მოკლედ როგორც არის რა, აი ხო, ესე ტრადიციები ჯერ კიდე შემორჩენილი არის კომუნისტების პერიოდშიც იყო და შემორჩენილი არის სოფლებში. სოფლებში კი, კი. ზოგიერთმა 5 დეკემბრობა იცოდნენ რაღაც ესეთი, არაფერთან კავშირში არ იყო, მაგრამ ის სოფელი იმ დღეს ქეიფობდა.
კი ბატონო. არაფერ დაკავე, არც ის იყო რაღაცა რელიგიური იყო და არც არანაირი დღეს, არც ვინმეს დაბადების დღე იყო, განსაკუთრებული. უბრალოდ იყო 5 დეკემბერი დათქმული დღე და ამ დათქმულ დღეს ყველა ერთად იკრიბებოდნენ და აქ მარტო ის არ იყო, რომ აი ღვინი და სმით მუცელი ამოგექონა და ზოგი ერთმანეთს იცნობდა. ბევრი დაოჯახებულა იქა. ამიტომ ეს არის გასაკეთებელი და რა ვიცი, კაი იქნება თუ მერია მეგადლიოთ პირობად მერიას ვიცი განწყობა აუცილებლად ხელს შეუწყობს მერია ამ საქმეში ყველა მაჟორიტარებს აი საკრებულოებში რო ზიხართ მიდზე გააკეთეთ ეგეთ რაღაცა. აი ეს თუ გადაგვარჩენს ჩემი აზრით. რაც შეეხება არ გინდათ ეხლა იმ ტრამპის იმას. ეგ არის ისე, როგორ დავამთავრებ? ეგ არის მთავარი. ტრამპს რო არ გადავწყვეტ რაღაც. ეგ არის მთავარი. ხო, გისმენთ. ეგ არის მთავარი. ერთხელ და სამუდამოდ ტრამპმა ამათ უარი უთხრა. всё, ეგ დაამთავრეს. გამოვიდნენ და ახლა ტრამპის კრიტიკა დაიწყეს. იმდენად არ ესმით მეთქი, რა სიტუაცია გარეთ, მართლა არ ესმით ხალხო, ეხლა არც იცი აი რა თამაში დაიწყო ტრამპმა, პუტინმა, სინძეპინმა. ამ სამმა რა წამოიწყეს? ესენი დგან და აკრიტიკებენ. ჩვენ ხო საერთოდ 15 მილიონი ვართ და არიცი, ჩვენ ბალისტიკური რაკეტებიც აგვაქვს და ერთ-ორი სარმატი გვაქვს ამოგდებული კაცო. ვის ეგრად შევები ბიჭო? რა ის ტრამპს ისო რაღაცა ცოტა მოიკოჭლებს რო. ბიჭო, მოკოჭლება შენ ქვეყანაში შემოიხედე. მოკოჭლება კი არა, საკოჭლებით აღარაფერი აღარ დაგჭირე, კაცო. იქ რას უყურებ შენ, კაცო? მოიკოჭლებს ტრამპი. უყურე? რატომ უყურე ხალხო? ვიღაცის კრიტიკის გამო, უყურეთ ეგ ყველაზე ცუდი რაც არის, თავარი გვეპარება ხედულობიდან. რამაც შეიძლება აი იმდეხლა ზიანი მოაყენოს ამ ქვეყანას, რომ აი ჩვენი თაობა, ჩვენი შვილების, ჩვენი შვილთა შვილების თაობამ ვერ გამოასწოროს. ისეთი ზიანი შეიძლება ამ ქვეყანას მიადგეს მეთქი, ბიჭო, არ ხუმრობ, კაცო. მართლა გონიება, არ ხუმრობ. ცოტა აქეთ გამოვიხედოთ. ამ ხელისუფლებას ვეუბნები, არ არის შენი მისია ხელისუფლებაში ყოფნა და სიძულვილის თესვა, კაცო. ბიჭო, ნუ დასცინი ხალხს. მართლა პირდაპირ გაგებით და რაღაც ეხლა ადრე კრემლის აგენტები იყო და ახლა დიპ სტეიტის აგენტები და რაღაცას თუ აი არ ვიცი რა. ბიჭო, არა და მაგის მისია არის ერთადერთი რამე, ერის გაერთიანება, გაჯანსაღება და ასე შემდეგ რა, მოკლედ. ეს პირიქით აკვიცმაცებთ, კაცო. ერთმანეთს დასანახავად ვეღარ ვიტანთ, ბიჭო, დაუკვირდით რა. აი ოჯახში, მეტროში, რომელ სფეროსაც, აი ფანტაზიის დონეზეც რო აკვირდით, აი რომელ სფეროსაც ხელი არ უნდა მოკიდო, ყველგან ესეთი გვაქვს რა, სიძულვილი გვაქვს რა ხალხო. ამ დროს კიდე გეუბნები, არ ზინავთ ჩვენ მეზობლებს. თქვენც რო და ნუ გწით მეზობლებისგან, თქვენც რო ესე იყოთ, რა მეც მაგათ ადგილზე ესე გავაკეთებდი ახლა ესეთი კაი ქვეყანას თუ კი თვით უტილიზაცია დაწყებული მაინც უტილიზაციას აკეთებენ და რაღაც ხომ ჩაინდოს ხო ბარემ წავიღებ გვერდზე ვარ მეზობელი ვარ კაცო აი ეს ქართველებს გვაქვს ეგეთი ანდაზა ჩვენ და ნუგწით იმ მეზობლებისგან კაცო იგივეს გავაკეთებდით ჩვენც ხო გვაქვს ქართველებს ეგ ანდაზა ვიტოვებულ სოფელს ტურამგელი დაებატრონა კი ბატონო ეს ანდაზა გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ეგრო რეალობა ამას ჩვენ ვერ ვიმაშვებით, ვითავისებთ. აი ერთ-ერთი დააჯინე და ეს ელა თან ბიჭო ყველას საინტერესო რა არის, იცი? აი იმასთან ვინ რატო უნდა წავიდეს დაჯდეს ამას მაგრამ ამათი ბრალი არ არის. ხელისუფლებამ ის რო დაიწყოს სწორად მიწოდება ხალხის შენ რა გონია ხალხ თავის ქვეყანას ძულ და იწვის რომ შენ რატომ ატყუებდი არა კაცო იმ წუთში აყვება ამ ხალხით მაგრამ ყველა მოიძულა მეთქი ხალხი მოიძულა რა თავარია ვისითაც იყო ეს რაღაცა ინტერესი თანხwebdriver იყო ეს 3 წელი იმიტომ რომ შეიძლება უკმაყოფილიყო მაგრამ ის რასაც აწვებოდნენ რომ აი სანქციების არიდება და ეს ომში არ ჩართვა და რაღაცა თუმცა არც მაგათ დამსახურება არ არის ეგა მოდი ხა მაგი ჭირდება და აკეთო მე просто არ ვეკამათები თორე ვაფშე რა მაგათი ისა კაცო უყურე რა ეგ ეტაპი გავიარე დამთავრდა კაცო ცო კინო დამთავრდა ეგა ეხლა არის სხვა ეპოქამეთი სხვა ეტაპი იწყება თუ ჩვენ ქართველი კაცი არ დაჯდა თუნდაც გუშინდელ მოძულესთან არ დაილაპარაკა არ გაქრება ეს ხალხი გეუნებით კაცო
არც რუსთაველზე ყოფი ხალხი გაქრებიან. არც ეს ხილი ოცნება გაქრება, კაცო. სადღაც ხო უნდა დამთავრდეს ეს იძულვილი, კაცო. წინააღმდეგ შემთხვევაში თქო დედის საფლავსით აი ბიბლია არა, ხატი არა, ხატი დავიფიცავ, კაცო. უაუ, ხატები ხო. აი ყველა შემთხვევაში მიხვალ თქვენ კონფლიქტამდე. შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიხვალთ მეთქი. შენ არ შეიძლება ხალხი აი რამდენი ხანი შეიძლება ადამიანი აი ესე შეშინებული ყავდეს. ნუ რამდენი ხანი. იმ ადამიანმა რო იცის რომ ხვალინდელი დღეს ეგეთია და პერსპექტივა არაფერი არ აქვს, მე ის ყველაფერზე მოდის, კაცო. ორთქლის გამოსაშვები მოედანს რო აღარ უტოვებ, კაცო, მე ეს უკვე უკონტროლო ხარ. მე მისთვის ყველაფერი სულ ერთია, გაიგეშე. ახლა უკვე ახლა შეხვიცი ეს ბიზნესმენები, ეს როგორ ეს კინაღავ დამავიწყდა. აი არაბიზაციას რო აპრავებდნენ. აჰა, ხო ეს. ორი გადაცემა ხო იცი რა საწვევია? რა. ახლა ჩვენო ბიზნესმენები ვართ და პატარა გამოიხედეო, აქ ეს კანონები უნდა მიიღო თქვენაო. თორე ისე ვერ შეულებთო რა, კარგათო, კაცო. აი თელი მაგათი გადაცემა ეგ იყო. ის გემებიო, იქ რაღაც ანუ უკვე ხელისუფლებას ვენება რა, ტყუილა ვაგინებინე ხა არც კაცო. აჰა. და უკვე დაიწყეს თავისი ბიზნესის ამოწევა რა. რა ეგონება ხელისუფლებას? ჩემნაირი გიჟები იყვნენ, ეგენი აბულაძეების შტერი, ანტიფრიზი ვერ გამოუცვლია მანქანაში. თუ ესე გააკეთებდა, არა კაცო, ტყუილა არაფერი არ ხდება, კაცო. კეთილი ნებეთ და რაც შეპირით პატივსაცემლო ხელისუფლება. ეხლა კიდე შეუსრულეთ. გადაგდება ართეცადოთ, კაცო. იმათ კი არ შეცხოვათ, მე შეატრიალებენ პლასტიკას და გეტყვიან, კაცო, ეს ვინები ყოფილანო. ეგეთი ხალხია საერთოდ. ამიტომ ვამბობ ეხლა უყურე, ანუ აქაც ვამბობდი ყველა ბიზნესმენი, ყველა მილიონერი აპრავებს. არაფრის გამო არ გააправებდნენ. ესე იგი რაღაცა აქვს, ხო იქ ჩადებული. ინტერესი რაღაცა აქვს. თან პიდაპეტში რო ლაპარაკობენ. ახლა ველაპარაკეო, დაურეკეო ეკონომიკის მინისტრს და ველაპარაკეო და ესე უთხარო, ესე არ შეიძლება. უკვე ესე ელაპარაკებით, რატო? იმიტომ რომ გააქვს სათქმელი. იმიტომ შენი გულისთვის ხალხმა შემიძულა, კაცო. შენი გულისთვის კომენტარები წავშალე, კაცო, დავკეტე. რავი, ადრე არ კეტავდით. ესე იწყება საერთოდ, ჯერ კომენტარებს წაშლით. მერე დაკეტავთ. ხო, დაკეტავთ რა, დაკეტავთ. მერე შავი ჯიპებში, მერე დაცვით დაიწყებ სიარულს. ისე კი აღარ იქნება, კაცო, აი, თავისუფლად დადიოდი და აბა რა ვახარ ძმებო, რავი, ეს დამთავრდა თქვენთან უკვე. თქვენ ეს არის მაგის ფასი. თქვენ გადაიხდით ამ ფასს. ზოგს დაბლოკავენ, მიბლოკავენ, აი ამ ორომტრიაში იქნებიან. რა ხო, მაგრამ მაგათიც მესმით. ხო, ეხლა ხელისუფლებამ უნდა შეუსრულოს ის. წესით ესენი მართლები არა ხელისუფლების წინაშე. ამ ხელამ სხვებზე მიიტანეს თავის. ორი თვეა მეყვით მიწასთან ასწორებენ, ხო ამ ხალხს. გასაგებია ბატონო. ანუ გამოჩნდა რა, ამადგონები. გამოჩნდა, როგორები რომ სულ მაგას პიროდი რომ ეს არაბიზაციაზე რატო მილიონერები აპრავებენ მარტო და ფულიანი ხალხი. ხო. იმიტომ რომ აი დღეს ეუბნებიან ისო დაურეკეო ეკონომიკის მინისტრს და ეს რა ხდება კაცო? ეკონომიკის მინისტრს დაურეკა, ვიტომ მეზობელი დაურეკა. და იგი აქ უფლება დაურეკოს მაო. რამხელა რამე გააკეთეს ხო ხალხმა? დიდი მადლობა ბატონობა და ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და ჩემი ერთადერთი თხოვნა კიდე და რა ვიცი თუ გაითვალისწინებს მაყურებელი კარგი იქნება. არაფერი არ გვიშველის გაერთიანების გარდა. გამორიცხული თემა. კარგად ბრძანდებოდეთ. გამორიცხული თემა. თუ არ გავერთიანდით, გამორდაღუპულები ვართ.